საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშერდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. მაღალი რანგის შეხვედრები და სიტყვით გამოსვლა საპარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეაზე. პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთშია, როგორია შალვა პაპუაშვილის დღის წესრიგი სტამბოლში. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ევროინტეგრაციის პროცესი. პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოусმინეს. ახალგაზრდა პარტიის 19 შეკითხვა და მაკა ბოჭორიშვილის არგუმენტირებული პასუხები. დეტალები მთავარ გამოშვებაში. ოპოზიციის შეცვლილი ტაქტიკა ეკლესიის დისკრედიტაციის ჩავარდნილი მცდელობების შემდეგ. რისთვის იყენებს ნაცმოძრაობა რელიგიას და როგორია თემაზე პოლიტიკური შეფასებები. ძველი თბილისის კიდევ ერთი უბანი ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს. სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია იწყება. რას მოიცავს პროექტი? უნივერსიტეტი ქუთაისში ახალი ინოვაციური ჰაბი იქმნება. ციფრული უნარების ხელოვნური ინტელექტისა და STEM მიმართულებების განვითარება. რა შესაძლებლობებს შექმნის სივრცე ახალგაზრდებისთვის? მაღალი რანგის შეხვედრები და სიტყვით გამოსვლა საპარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეაზე. პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ ვიზიტით თურქეთშია. ზუსტად 2 საათში გაიხსნება რიგით 152 ასამბლეა, რომელიც წელს მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის თემას ეძღვნება. ღონისძიებაში 157 ქვეყნიდან 2500-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებსაც მართავს. ვიზიტს ჩემი კოლეგა საუმე გობრონიძე აშუქებს, რომელიც სტამბოლიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. საუმე. სტამბოლი მომდევნო 3 დღის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო საპარლამენტო ცენტრი იქნება. აქ ადგილზე უკვე იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. მომდევნო დღეების განმავლობაში 157 ქვეყნის 77 პარლამენტის თავმჯდომარე და 800-ზე მეტი კანონმდებელი ერთობლივად იმსჯელებენ დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე. მშვიდობის როლი, გარეჩარევა, როგორც მსოფლიო გამოწვევა და მომავალი თაობებისთვის სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა. 2500-ზე მეტი დელეგატის წინაშე კი ქართული სახელმწიფოს პოზიციებს და იმ რეფორმებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გატარდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის დროს წარადგენს. გარდა სიტყვით გამოსვლისა, ამ ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმას ქართული მხარე გამოიყენებს ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრებისთვის. დღის წესრიგი შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არის საკმაოდ დატვირთული. დაგეგმილი არის არაერთი შეხვედრა, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან ევროპული სახელმწიფოებიდან. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა, შალვა პაპუაშვილი შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, ყველა ამ შეხვედრაზე ქართული მხარე ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქართული ხალხისთვის და ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე და ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებთან ისაუბრებს საქართველოს ევროკავშირს შორის დღეს არსებულ ურთიერთობებზე და დააფიქსირებს ქართული მხარის პოზიციას კიდევ ერთხელ იმ სამწუხარო რეალობის შესახებ, როდესაც ბრიუსელი ფაქტობრივად ყოველდღიურად კეტავს დიალოგის სივრცეს და ირჩევს დირექტივის ენას, რაც შალვა პაპუაშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ თავად ევროკავშირის შიგნით მოგვარდეს. გვაქვს შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტაშორისო კავშირის 152 სესიაში. გვექნება ორმხრივი შეხვედრებიც ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარეებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე შესაძლებლობა, რომ ასამბლეას მიმართო სიტყვით საუბარი გვექნება იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში არის, მათ შორის გარეჩარევების საფრთხეებზე, რომელიც არსებობს და იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს საქართველოს და როგორ ხედავ ჩვენ ეროვნული ინტერესების მნიშვნელობას თითოეული ქვეყნის
საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხვდეთ. გვექნება საუბარი იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ ბრიუსელის უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც ვფიქრობ, რომ არასწორია და შიგნიდან ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები. სამწუხაროდ ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ პირდაპირ კომუნიკაცია წევრი ქვეყნების პარლამენტებთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე შეხვედრა გვექნება ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ემირატების, საუდის არაბეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა საუბარი გვექნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. სოფლიო საპარლამენტაშორისო კავშირის რიგით 152 სესია ოფიციალურად დაახლოებით 2 საათში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება პანელური დისკუსიები და სესიები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით კი ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობის პარალელურად ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არა ერთ მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, ასევე ევროპული სახელმწიფოებიდან. მადლობა სალომე, პირდაპირ ეთერში სალომე გობრონიძე საუბრობდა. იუსტიციის მინისტრი კი ვიზიტის ჩართებულ შტატებშია, პაატასალია ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში. მინისტრი ასევე შეხვდება ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებს. მეტ დეტალს ნინო საულქვაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნინო, გისმენთ. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პაატასალიამ საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მეშვეობითაც, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ინსტიტუტების მოდერნიზაცია განახორციელა და დანერგა ინოვაციური მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისები. პაატასალიამ ხაზი გაუსვა, რომ მდგრადი, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ 23-25 ივნისს თბილისი უმასპინძლებს საჯარო სერვისების ფორუმს, რომლის მთავარი თემა საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია, ინოვაციის ანგარიშვალდებულების, მონაწილეობის და ინკლუზიის განვითარება იქნება. მინისტრი დარწმუნებულია, რომ თბილისში დაგეგმილი ფორუმი შექმნის მნიშვნელოვან პლატფორმას დიალოგისთვის და გამოცდილების გაცვლისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი ცვლილებების დაჩქარებას. First of all, this is a honor for Georgia to host such a forum. State Department reports we are that Georgia is an entire 10. If you like to contact us on this, it is a genuine privilege to address these distinct nations. Let me begin with the words of address this distinguished committee at the heart of the appreciation to SEPA. First of all, this is a honor for Georgia to host such a forum. State Department reports we are that Georgia is an entire 10. კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წევრ სახელმწიფოებში ადამიანზე ორიენტირებული და ეფექტიანი საჯარო სექტორის შექმნას, რომელიც სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. 2030 წლის დღის წესრიგის დასკვნით ეტაპზე გადასვლასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია ძლიერი და მოქნილი საჯარო ინსტიტუტების არსებობა, რომელთა დახმარებითაც მთავრობები შეძლებენ ეფექტურად უპასუხონ ისეთ კომპლექსურ გამოწვევებს, როგორებიც არის განვითარება, სოციალური ინკლუზია, ციფრული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური სტაბილურობა. ამ გამოწვევების საფასუხოდ საქართველოს მტკიცედ ერთგული რჩება კარგი მმართველობის საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. ჩვენი ერთგულების საფუძველს წარმოადგენს საჯარო მმართველობის ყოვლის მომცველი რეფორმა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს განახორციელა ინსტიტუტების მოდერნიზაცია, აამაღლა ოპერაციული ეფექტიანობა და დანერგა ინოვაციური, მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პრინციპი, არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. ჩვენ ასევე ვეყრდნობით ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს,
მცდელობებს. ელექტრონული სერვისებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე საქართველოს აქტიურად აერთიანებს ციფრულ ინოვაციებს საჯარო ადმინისტრირების სისტემაში. სწორედ ჩვენი 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ქმნის მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ ჩარჩოს. მდგრადი, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოსთვის ეროვნული პრიორიტეტი და მდგრადი განვითარების ხედვის ქვაკუთხედია. სწორედ ამ სულისკვეთებით საქართველოს 2026 წლის 23-25 ივნისის პერიოდში მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს თემაზე საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია, ინოვაციების ჩართულობის და ინკლუზიურობის განვითარება. 23 ივნისს ჩვენ ასევე აღნიშნავთ გაეროს საჯარო სამსახურის დღეს და პატივს მივაგებთ საჯარო სამსახურში გამორჩეულ მიღწევებს გაეროს საჯარო სამსახურის ჯილდოების ფარგლებში. ეს არის მომენტი, რომელიც აღიარებს სრულყოფილებას და შთააგონებს უფრო ფართო ამბიციებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თბილისში დაგეგმილი ფორუმი შექმნის იმ მნიშვნელოვან პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობითი აზროვნებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი ცვლილებების დაჩქარებას. საქართველოს მოუთმენლად ელის თქვენს მასპინძლობას თბილისში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებით საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ასევე შეხვდება ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებსაც. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო საალუქვაძე საუბრობდა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ევროინტეგრაციის პროცესი. პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოусმინეს. ვრცელ მოხსენებამდე მაკაბოჭორიშვილმა გიორგი გახარიას პარტიის კითხვების შინაარსი პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელებად შეაფასა, რის შემდეგაც კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით ამომწურავად უპასუხა 19-ვე შეკითხვას. მკაფიოდ განიმარტა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის ერთგულია და ისიც თუ ვის მიერ შეჩერდა აღნიშნული პროცესი. მაკაბოჭორიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ცრუ პროპაგანდის ავტორებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის უსამართლო დამოკიდებულებები და შანტაჟის პოლიტიკა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში წლების მანძილზე ხორციელდებოდა. ოპოზიციონერი დეპუტატების სიცრუეში ამხილეს მმართველი გუნდის წევრებმაც, რასაც ხვდომათა დარბაზში ხმაური რამდენჯერმე მოხვა. თეკლა ბესტავაშვილის სიუჟეტი. ევროინტეგრაციის პროცესი და უსაფუძვლო ბრალდებები პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით სწორედ ამ საკითხებზე გასცა პასუხი საკანონმდებლო ორგანოში გახარიას პარტიის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრმა. კითხვებზე პასუხის დაწყებამდე მაკაბოჭორიშვილმა ოპონენტების ნაწილის ბრალდებებს ცრუ და პროპაგანდისტული ნარატივის გაგრძელება უწოდა. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ხელისუფლებას არ შეუჩერებია. მეტიც აღნიშნა, რომ სწორედ ქართული ოცნების თანმიმდევრული პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან სხვადასხვა მიმართულებებით ბევრად ახლოსაა ვიდრე ოდესმე. მინისტრმა გახარიას პარტიის წევრებს ევროკავშირის ელჩის ის განმარტება შეახსენა, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არა საქართველომ, არამედ ევროპულმა საბჭომ მიიღო. ამასთან მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ქალბატონო მაკა, დღეს თქვენ მოგიწევთ უპასუხოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ კითხვებს და მოგიწევთ აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ღალატობთ საქართველოს ისტორიულ არჩევანს და გაქვთ თუ არა დარჩენილი თუნდაც მცირედი რესურსი, ან პოლიტიკური ნება, ან გნებავთ კომპეტენცია, რომ თქვენი მინისტრობის პირობებში საქართველომ შეძლოს და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ტყუილია თითქოს ქართულმა ოცნებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ციტირებ განცხადებიდან, არავის მივცემთ საშუალებას დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟის და манипуляციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხყოფელია. აქვე გაკეთდა განმარტება, მოლაპარაკებების გახსნა დღეს ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გახლეჩვის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია დღეს აქ განვაცხადოთ საქმე შანტაჟის ნაცვლად. ცხრანაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს,
რომ ის ასევე ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას. მასში საუბარი იყო არჩევნებზე. შესაბამისად, როდესაც თქვენ ეძებთ 9 ნაბიჯის შესრულებაზე პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას. ევროკომისიის მხრიდან ძალიან ხშირად გამოიყენება საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები, განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალშისაცემია. საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს თუ რამდენად წინ არის საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და შტატების ურთიერთობის გადატვირთვაზე. ინტერპელაციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ კითხვებზეც, რომლებიც ოკუპაციას ეხებოდა და დეტალურად განმარტა იმ სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. მისი თქმით, საქართველო მუდმივად იყენებს საერთაშორისო მექანიზმებს, რათა რუსეთის უკანონო ქმედებებზე რეაგირება უზრუნველყოს. იმედის მომცემია ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რამაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში ერთგვარი უკუსვლა გამოიწვია და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომები პოზიტიურად აისახება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც საქართველოს დელეგაცია მუდმივად სვამს ყოველი რაუნდის ფარგლებში და აქტიურად და თანმიმდევრულად მსჯელობს ამ საკითხზე სწორედ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ზოგადად საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა, რასაც მიყვება და ახორციელებს და ამასთან ყველაფერი კეთდება აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კახარიას პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ კი მორიგ ჯერზე სპეკულირებას სცადა, თუმცა მისი მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. კერესელიძეს პასუხი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გასცა. ქართული მიწის დაცვისთვის ასამართლებთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კახარიას, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. კითხვა გვაინტერესებს თქვენ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რა პოზიცია გაგაჩნიათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? ოდიში მოგიხადეთ ჭირის უპა, იმიტომ რომ ეს სწორი საქციები და ჩვენ მინდა რომ ჩვენი ტერიტორიები დავუმჯობოთ შემორიდებით. 2024 წელს მათ შეაჩერეს ევრო ინტეგრაციის პროცესი და საბაბად მოიყვანეს ორი კანონი. ერთი გამჭვირვალობის ქართული კანონი და ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი, რომელსაც ბატონი კახარიას პარტია მხარი არ დაუჭირა და ამის მერე ჩვენ ვხედავთ უამრავ დეზინფორმაციას, უამრავ ბრალდებას. პროქსი ქვეყნად უნდა ჩვენი გამოყენება უკრაინასავით. რეზოლუციები, რომელიც თქვენ, მეგობრებო, თქვენც უნდა გაწუხებდეთ. რეზოლუციებში რო გვიწერენ, რომ სააკაშვილს კლავდით ვაწამებდით, უნდა გამოუშვათ პოლიტიკური დევნილია, თურმე სალომე ზურაბიშვილი დღესაც რო საქართველოს პრეზიდენტია. ეკო ქართული ოცნების შეურაცხყოფა არ არის, ეკო საქართველოს შეურაცხყოფა არის. ევროპული თავმოყარეობა არ გაგაჩნიათ? თავმოყარე ხელისუფლების პასუხი ამ ყველაფერზე როგორი უნდა იყოს? ზოგიერთი კითხვა და გამეორება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ შეაყარე კედელს ცერცვი, როდესაც ასანქცირებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ესეც ერთგვარი უსამართლო დამოკიდებულების კარგი მაგალითია, თუ როგორ ხდება ქვეყნის შანტაჟი და ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე ზეწოლის გზით და გარკვეული, ასე ვთქვათ, შიშის თუ რაღაც სხვა გრძნობების გაჩენის მეთოდებით. ჯერ შემთხვევაში იყო ასეთი შემთხვევებით, დამსანქცირებელ ქვეყანას გვიკითხავს, რომ იქნებს სახელები და გვარები მაინც გვითხრათ იმ ადამიანების, ვის ასანქცირებთ, რომ უბრალოდ მან იცოდეს, რომ თქვენ დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი. სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ ხოლმე და უბრალოდ ესე განცხადებად რჩება.
ხმაური მოჰყვა გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლას. გახარიას წევრი მიუხედავად არაერთი საწინააღმდეგო არგუმენტისა კვლავ ჯიუტა დამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად შეაჩერა, რა დროსაც მმართველი გუნდის წევრებმა ოპონენტს კონკრეტული განცხადებები და ფაქტები შეახსენეს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ევროკავშირმა კი არ გააჩერა, თქვენ გააჩერეთ და ეს გააკეთეთ მიზანმიმართულად, განზრახ. საგარეო პოლიტიკა ზოგიერთებისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკა ეს არ არის თავისთავად რაღაც იმასავით, დროშასავით საქმნევი იარაღი. ეს არის ინსტრუმენტი თავარი ეროვნული ამოცანების მისაღწევად. და ეს ორი ამოცანა არის ძალიან ნათელი და ყველასთვის ცნობილი. პირველი ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა. და ერთი განსაზღვრავს მეორეს. და არა პირიქით, რომ საგარეო პოლიტიკას გადავაყოლოთ, უბრალოდ იმ ხედვას, რაც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს აქვს, ცოტა ხნის წინ ამ ტრიბუნიდან დემაგოგობდა, გადავაყოლოთ ქვეყანა იმას, რომ თურმე ბრიუსელში წითელ ხალიჩაზე რაც შეიძლება ხშირად გავიაროთ და ხელი ჩამოვართვათ კაია კალასებს და კუბილიუსებს. აი ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენ შორის. და ევროინტეგრაცია ზოგიერთ წარმოუდგენია დროშის ქნევა უბრალოდ, ან ქუჩაში სირბილი. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია, ეს არის სიცრუე, ტყუილი. თქვენი ბრალდებები დემოკრატიული გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით უბრალოდ სასაცილოა იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც მართლაც როგორც აგერ ბატონ ლევან მახაშვილმა ბრძანა 1 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ელემენტარული დემოკრატიული პროცესის არსი გაეკო და პარლამენტში დაედობინა და შემოსულიყო ისე როგორც მათ ამ მრჩეველმა განუსაზღვრა და დღეს თქვენ ცდილობთ რომ ლექციები წაგვიკითხოთ დემოკრატიული გზიდან გადახვევაზე. დემოკრატიის არსიც არ იცით, რაზე გვესაუბრებით საერთოდ. საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოусმინეს. მაკაბოჭორიშვილის მიმართ შეკითხვები გახარიას პარტიის წევრებს ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და 2024-2026 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს. ირაკლი ყობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ. მანამდე კი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. მაკაბოჭორიშვილმა მაიკლ ოფლაერტის რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძის ეწვია და სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლება მოინახულა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა გენერალური პროკურორიც გიორგი გვარაკიძე. მაიკლ ოფლაერტს საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მზაობა გამოთქვეს. განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარებაც. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
რელიგია პიარისთვის და საზოგადოებრივ აზრზე манипуляციის მცდელობა ურეიტინგო ოპოზიცია ამ მრჩევლის ნდობის მოპოვებას ამჯერად რელიგიური გრძნობებით ცდილობს. ეკლესიის დისკრედიტაციის მრავალწლიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური ქულების დაწარა მორწმუნეებისთვის დამახასიათებელი რიტორიკით გადაწყვიტა. თუმცა ეს მხოლოდ ახალი ტაქტიკაა, თინა ბოკუჩავას განცხადებაშივე გამოაშკარავდა. ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ეკლესიას მომგებიან პოლიტიკურ მოედნად მიიჩნევს. ანა შანიძე გიამბობთ. არაერთ სცენარში დამარცხებულმა ნაცოპოზიციამ მომრჩევლის ნდობის მოპოვება ამჯერად რელიგიური გრძნობებით გადაწყვიტა. თინა ბოკუჩავამ მრევლის მანტია მოირგო და შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ თავად და მისი კოლეგები მორწმუნეები არიან. თუმცა რეალური მიზნის დამალვა გაუჭირდა, რადგან იმავე განცხადებაში ეკლესია პოლიტიკურად მომგებიან მოედნად შეაფასა. ოპოზიცია რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რაკაც მაინც ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო ნამდვილად, რა ვიცი, ეკლესიაშიც დავდივარ და აღსარებასაც ამბობ და მამაოც შეიძლება ყავდეს. სააკაშვილის პარტიის ბუნებასთან შეუსაბამო ახალი ტაქტიკა კარგად გაითავისეს წევრებმა. ნაციონალურ მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ მათი ძირითადი საქმიანობა ლოცვა. ნაციონალურ მოძრაობისთვის, მათ შორის ლიდერებისთვის, ეკლესია არის ის სივრცე, სადაც ჩვენ ლოცულობთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. თან იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მხარი არასდროს დაუჭერიათ კანონებისთვის, რომელიც ტრადიციებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის გაძლიერებისკენ იყო მიმართული. ფსევდომორწმუნეებს სახელმწიფო გუნდი იმ მტრულ კამპანიასაც ახსენებს, რომელსაც ნაცოპოზიცია ეკლესიისა და პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ აწარმოებდა. ხელისუფლებაში იყვნენ ისინი თუ ოპოზიციაში ხედავდით თუ რა გაშევების კამპანია ქონდათ პირდაპირ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, პერსონალურად მოსახლეობის წინააღმდეგ, პერსონალურად ცალკეული მეუფეების ეკლესიის წინააღმდეგ, ასე რომ ეს ვიცით, რომ მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა როგორი არის. ის რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, ის რაც დღეს ხდება სხვა მათ ტელევიზიებში, ეს ამის ყველაზე დიდი დასტურია. ამიტომ ასეთ საუბარი ჩვენ მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა და ამას თუ აპირებენ, არ ვიცი მე რომ ვითომ სიახლოვე გამოიჩინა და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას. ძალიან მძიმეა დანაშაული აი ამ მიმართულებით, თუნდაც ეკლესიის მიმართულება, ეკლესიისთან დამოკიდებულების საკითხები ავიღო და გინდა საერთოდ საქართველოს ხალხის, საზოგადოების, ისტორიული მემკვიდრეობის ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბნელი წარსული აქვს კოლექტიურ ნაცმოძრაობას. რომელ კანონში მიიღეს მონაწილეობა საერთოდ, რომელიც რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული ტრადიციულ ღირებულებებთან, მათ შორის ეკლესიისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, საერთოდ სადმე ან საკანონმდებლო დონეზე, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში სადმე მოგისმენიათ მათი მხარდაჭერა პირიქით ერთმანეთს ახალისებენ, როდესაც ხატებს საღებავებს ესვრიან და კრემლის აგენტებს ეძახიან უმაღლესი იერარქიის რელიგიურ პირებს და ასე შემდგომ. პირდაპირ ნათლავენ კრემლის გაგრძელებად ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ამიტომ რა მორწმუნეობაზეა საუბარი. მათი ლიდერი არ იყო, რომ ჩამოსული მიტინგებს რო გვიწყობდა გროთი, რომ თურმე მართლმადიდებლობა ეს მუხრუჭი არის ახალგაზრდებისთვის. მაშინ რომელიმე ხმა მოიღო? ეხლა დაგჭირდათ ეკლესია. ამიტომაც არის, რომ თქვენთვის ეკლესია მართლმადიდებლობა ბევრისთვის, მოდი ასე ვიტყვი, ალბათ ეს არის უფრო პოლიტიკური რაღაც ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალება. რამდენად შესაძლებელია მორწმუნის მანტიის მორგებით პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევა იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებას უახლოესი წარსული კარგად ახსოვს და ვისაც არ ახსოვს, არქივი ახსენებს, რომ ნაცოპოზიცია, მათთან დაკავშირებული ჯგუფები და მათი ტელევიზიები ცლებია ეკლესიას თავს ესხმიან. პატრიარქის რეპუტაციის დაზიანებას მის სიცოცხლეშივე ცდილობდნენ. ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ კი შეურაცხმყოფელი კამპანია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ მოქმედეს. მამაშიო არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია. შიო თუ რა ქვია, მათ იმ წარმომადგენლებს ვთხოვოთ ეს
აზრს მოკლებულია. იგივე რომ პუტინს თხოვე ხო? ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა. ეუფეშიოს ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ეკლესიის შიგნით რუსული ფრთა კიდევ უფრო გაძლიერდა. სულიერად გახრწნილი საკუთარი ერის მოძულე. ნაცოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების მორალური სახე კარგად გამოჩნდა მაშინაც, როდესაც სრულიად საქართველოს ჭირის უფლობის დროს ანტიეროვნულმა ძალებმა ანტიქრისტიანული კამპანიისთვის მოიცალეს. გლოვის დღეებში თავშეკავება გაუჭირდა იმ თინა ბოგუჩავასაც, რომელიც ახლა მორწმუნეობაზე თავსდებს. რამდენიმე კვირის წინ კი პატრიარქის დამკრძალავ კომისიას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. ირაკლი კობახიძე, რომელიც ეგრეთ წოდებული სახელმწიფო და სინამდვილეში ანტისახელმწიფოებრივი კომისიის თავმჯდომარე იყო, რომელმაც მაგალითად მე და უამრავი სხვა ადამიანი არ დაუშვა სამგლოვიარო პროცესიაზე, წაბრძანებული იყო, უბრალოდ გაქცეული იყო უნგრეთში. სულიერად ერთმუშტად შეკრული ქართველი ერისა და ამ ერთობას განდგომილი მცირე ჯგუფის კონტრასტი მაშინ კარგად გამოჩნდა. არც დღეს არის რთული შესამჩნევი, ვინ დგას რეალურად ტრადიციების, ეროვნული ღირებულებებისა და მართლმადიდებლობის მხარეს. შესაბამისად, ფსევდოლიბერალობიდან ფსევდომორწმუნეობაზე გადასულ ძალებს იმ მოედანზე შესვლა, სადაც მათი ადგილი არ არის, ძალიან გაუჭირდებათ. საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების ყურადღების ცენტრში 2026 წლის პირველ კვარტალში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი და 1,300,000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი. ასეთია ბოლო 3 თვის მონაცემები. ვიზიტორების რიცხვი მეზობელ ქვეყნებთან ერთად განსაკუთრებით გაზრდილია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან და ჩინეთიდან. რამ განაპირობა ქვეყანაში ტურისტების მზარდი დინამიკა? ბორინა ონიანი გიამბობთ. ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი დინამიკა და ახალი რეკორდული მონაცემები. საქართველოს 3 თვეში 1 მილიონამდე ტურისტი ეწვია. 2026 წლის იანვარი-მარტის შედეგებით საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 997,529 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან, ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩინეთიდან და სხვა მიზნობრივი ქვეყნებიდან დაფიქსირდა. შარშანდელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებში 4%-ის ზრდა გვაქვს. ასევე ზრდა გვაქვს ძირითადად ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან, ისეთებიდან, როგორც არის გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალი საკმაოდ მუშაობის შედეგად საკმაოდ პოზიტიური იქნება. 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს ჯამში 96,226 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,2%-ით მეტია. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისეთი სტრატეგიული ბაზრებიდან, როგორიცაა ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კორეის რესპუბლიკა და შვეიცარია. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტურიზმის სფეროს პოზიტიური დინამიკა თანმიმდევრული პოლიტიკის, პირდაპირი და საჰაერო დაკავშირებადობის უზრუნველყოფის და ბაზრების დივერსიფიცირების შედეგია. ის ქვეყნები, სადაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებდით, სწორედ დივერსიფიცირების მიმართულებით ლიდერობენ ზრდის ტენდენციის თვალსაზრისით, მაგალითად ჩვენ გვაქვს 30%-იანი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ჩვენ გვაქვს თითქმის 50%-იანი ზრდა ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან დაფიქსირდა თითქმის 20%-იანი ზრდა ტურისტული ვიზიტების. ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებზე გაზრდილია სასტუმროების ჯავშნები. მხოლოდ მარკო პოლო გუდაურის დატვირთვამ 2026 წლის პირველ 3 თვეში 97% შეადგინა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების დიდი რაოდენობის გამო სასტუმროების უმეტესობა მაღალი დატვირთვით მუშაობს. უშუალოდ მარკო პოლო გუდაურის დატვირთულობა იყო 97%, რაც იყო უპრეცედენტო, იმიტომ რომ წინა წელს ბევრად გადააჭარბა და ჩვენი მოლოდინებიც კი, ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე რეალურად ეს წელს შედეგობრივად მივიღეთ. 2026 წლის პირველი კვარტალი საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა. კარგად დასრულდა გულისხმობთ იმაში, რომ წინა წელთან შედარებით დაბიუჯეტებული რაც ჰქონდა 25%-იანი ზრდა, თითქმის ყველა სასტუმროში მივიღეთ აღნიშნული რიცხვები. განსაკუთრებით ძალიან კარგი იყო იანვარი-თებერვალი სამთო კურორტებისთვის და დედაქალაქისთვის.
საქართველოში ვიზიტორების ნაკადი მზარდია. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება ტურიზმი. პოზიტიურ ტენდენციას სფეროს წარმომადგენლები მარკეტინგულ აქტივობებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით ხსნიან. ჩვენ მიზნობრივ ბაზრებთან და მათ ბაზრებზე საქართველოს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია, რა თქმა უნდა, ეხმარება ჩვენ ქვეყანას, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და ეს დადებითი ტენდენცია ზრდის, შევინარჩუნოთ და უფრო გავაუმჯობესოთ მომავალშიც. გარკვეული ბაზრების მიმართულებით გვაქვს ზრდა, გარკვეული ბაზრების მიმართულებით გვაქვს კლება, რა თქმა უნდა. რეალობა არის ის და პოზიტიური რეალობა არის ის, რომ კორეიდან არის ნამდვილი ზრდა, გვაქვს რამდენიმე ჯგუფი, ჯგუფები მოიცავენ საქართველოს და ასევე მეზობელ ქვეყანას სომხეთს. იანვარი, თებერვალი საკმაოდ აქტიური იყო. აქტიური იყო ღონისძიების კუთხით, იმიტომ რომ კორპორატიული klientები ამ პერიოდში იწყებენ შეხვედრებს, აფასებენ წლის გეგმას, იწვევენ სხვადასხვა თანამშრომლებს სხვადასხვა რეგიონებიდან და ამ კუთხით საკმაოდ კარგი დასაწყისი იყო. ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის მიუხედავად 2026 წლის პირველ კვარტალში ტურისტების ზრდა დაფიქსირდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, თუმცა მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე ირანიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან. ძველი თბილისის კიდევ ერთი უბანი ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს. სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია იწყება. პროექტი მოიცავს როგორც შენობების განახლებას, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო 18 აპრილიდან გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. თბილისის ცენტრში 21 ისტორიული შენობა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. თბილისის განვითარების ფონდი სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია რესტავრაციას იწყებს. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს შორისაა სახლი, სადაც 1888-99 წლებში ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა და სადაც გაზეთ ივერიის რედაქცია ფუნქციონირებდა. ასევე რეაბილიტაცია რესტავრაციის ფარგლებში სრულად განახლდება შენობა, რომელშიც ქართველი ისტორიკოსი პავლე ინგოროყვა ცხოვრობდა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ისტორიული კოშკის რეაბილიტაცია რესტავრაციაც, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული 4 კომპანია, რომლებიც დათქმულ ვადებში განახორციელებენ სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ქალაქში გვაქვს ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამწუხაროდ ბევრი არის ავარიულ მდგომარეობაში, თუმცა ჩვენ მივყვებით და ეტაპობრივად ვახდენთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შენობათა უდიდესი ნაწილი მე-19 საუკუნით თარიღდება. რესტავრაცია, რეაბილიტაცია, საარქივო მასალებზე დაყრდნობით დაიგეგმა. სამუშაოები ისტორიულ და თანამედროვე მიდგომებს შორის ბალანსის დაცვით განხორციელდება. საარქივო მასალაზე დაყრდნობით ვახდენთ ყველა ღირებული ელემენტების რესტავრაციას. მოიხსნება ამ ქაოტურად განთავსებული საინჟინრო კომუნიკაციები, სრულად აღდგება და იერსახეში მოვა და დაუბრუნდება ფაქტობრივად პირვანდელ სახეს ისტორიული შენობები. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 120 მილიონ ლარს შეადგენს. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ნაწილი შენობებიდან უკვე გაყვანილია. მათი დროებითი საცხოვრებლის ხარჯებს დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. სამუშაოების გამო 18 აპრილიდან სულხან საბასა და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. პირველი 10 დღე შეზღუდვა იქნება ლეონიძის ქუჩაზე, შემდეგ შემოვდივართ სულხან საბას ქუჩაზე და მე ეტაპობრივად გადავალთ ინგოროყვას მიმართულებით. 500-მდე მოსახლეა, როგორც აღნიშნე, ჩვენს ქუჩებზე, ნაწილი გაყვანილია და ნაწილიც გაიყვანს, სრულად აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია. მასშტაბური პროექტი დაახლოებით 2 წელში დასრულდება. უნივერსიტეტი ახალი ინოვაციური ჰაბი ქუთაისში სივრცე ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM მიმართულებების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჰაბი ასევე გააერთიანებს საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ აქტივობებს. პროექტის მიზანია ქუთაისის როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის როლის გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. ინოვაციური ჰაბი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნება. ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ.
აქ ქუთაისის ახლად რეაბილიტირებულ ცენტრალურ ბულვარში მალე ახალი ინოვაციური ჰაბი University შეიქმნება. University ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალური პროექტია, რომელიც 4 ძირითად მიმართულებას, ხელოვნურ ინტელექტს, ციფრული უნარების განვითარებას, STEM სისტემებსა და კულტურულ-სოციალურ და შემეცნებით აქტივობებს გააერთიანებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. აღნიშნულ სივრცეში მოეწყობა როგორც ვიზიტოთა ცენტრი, ასევე ინოვაციური, ტექნოლოგიური, აკადემიური და მომიჯნავე პროექტების კულტივირების სივრცე, სადაც მოხდება ასევე საჯარო ლექციების ჩატარება. აღნიშნული მედიათეკა და აღნიშნული ვიზიტოთა ცენტრი ყოველთვის ღია იქნება აკადემიური ახალგაზრდული პროექტების მისაღებად. ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვა, რომ მოხდება განათლების, კვლევების, ტექნოლოგიების და ასე ვთქვათ, ინოვაციური პროექტების ახალი კერის გაჩენა რეგიონში. University მიზნად ისახავს ქუთაისის როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ცენტრის გაძლიერებას. აღნიშნული ხედვის ფარგლებში ქუთაისი იძენს დასავლეთ საქართველოს უმთავრეს საგანმანათლებლო ფუნქციას, რაც ქალაქს აძლევს უნიკალურ შანსს გაძლიერდეს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საინტერესო თვითრეალიზაციისა და განვითარების ცენტრად. პარალელურად კი გაზრდის ქალაქის ტურისტულ მიმზიდველობას. პროექტი ასევე კიდევ უფრო გაამყარებს კიუს როგორც ინოვაციურ და სამეწარმეო ცენტრის პოზიციას. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 2 წლით უსასყიდლო ვადით გადასცემს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ცენტრალურ ბულვარში არსებულ ახალგაზრდულ სივრცეს, სადაც მოეწყობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ახალგაზრდაობის შეხვედრების სივრცე, გათვალისწინებული იქნება 3 სივრცე, სადაც ჩატარდება პლენარული შეხვედრები, ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე შეხვედრები და მჯერავს, რომ ამით ქუთაისი კიდევ ერთ ლამაზ ახალგაზრდულ სივრცეს მიიღებს. ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ ახალი სივრცე მათთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ სხვადასხვა ინოვაციურ და შემეცნებით აქტივობებში. University ასევე გაზრდის ახალგაზრდების როლს ქუთაისის როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ცენტრის გაძლიერებაში. მნიშვნელოვანია, რომ აქ ახალგაზრდების ჩართულობას კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, ჩემთვის პირადად ვისურვებდი, რომ უფრო მეტი აქტიური როლი გქონდეს ჩვენ ახალგაზრდებს, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ხელშეწყობა გვაქვს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ეს სივრცე შეეხება STEM სფეროებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იქნება ამ სივრცეში ჩართვა. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებული ახალგაზრდული სივრცე კიუს 2 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცემა. ახალი ინოვაციური ჰაბის მიზანი და კონცეფცია სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქვეყნის საგანმანათლებლო რეფორმასთან. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სიახლით ხვდებიან. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო ხდება. ამას ზოგადი განათლების ახალი რეფორმა ითვალისწინებს. სასკოლო ფორმის ესკიზი დიზაინერთა ჯგუფმა შეიმუშავა. დაბალი ფასის იდენტიფიცირების მიზნით კი ბაზრის კვლევა გამოცხადდა. მიწოდება 2 ეტაპად ივლისსა და აგვისტოში უნდა განხორციელდეს. როგორ აფასებენ პედაგოგები და მშობლები რეფორმას და როგორ ემზადება სახელმწიფო ახალი სასწავლო წლისთვის. ნახეთ სასო ელისაშვილის სიუჟეტში. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების ესკიზები ცნობილია. განათლების სამინისტრომ 2026-27 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების პიჯაკებზე, შარვლებსა და ქვედაკაბებზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით საგანმანათლებლო რესურსების დაკვეთით 292,000 გოგონას პიჯაკის, 308,000 ბიჭის პიჯაკის, 428,000 გოგონას შარვლის, 616,000 ბიჭის შარვლის და 157,000 ქვედაკაბის შესყიდვა მოხდება. განათლების მინისტრის შეფასებით სკოლებში ფორმის კულტურის დამკვიდრება მნიშვნელოვანია, რასაც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. ბაზრის კვლევა კი უმაღლესი ხარისხის ფორმების მოსახლეობისთვის ყველაზე დაბალ ფასად მიწოდებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი მიმართულება ამ რეფორმის არის ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში სექტემბრიდან პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, რომ შემოღებულ იქნეს სასკოლო ფორმა, რომლის დიზაინზეც რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი დიზაინერი მუშაობდა. ის ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არსებობს, საქართველოს საჯარო სკოლებშიც იყოს დამკვიდრებული და განხორციელებული. მიმდინარე რეფორმები, როგორც უმაღლესი, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით, იმდენად ეფექტიანია და იმდენად დიდი არის საზოგადოების მხარდაჭერა, რომ რადიკალურ ჯგუფებს, მათ წარმომადგენლებს ვერაფერი აქვს კონკრეტულად სათქმელი, არანაირი არგუმენტი არ არსებობს და ახლა ისინი ძალიან უსუსურ პოლიტიკაზე გადავიდნენ, თავს ესხმიან ფორმის შემოღებას სკოლაში ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. მაშინ, როდესაც სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ფასის მინიმალურ დონეზე რეგულირება, სწორედ ამისთვის შეიქმნა თვენახევრის წინ შეპესე საგანმანათლებლო რესურსები,
და გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ფასად მოხდეს ამ ფორმების რეალიზაცია და ეს ფორმები იყოს უმაღლესი ხარისხის. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა იმ ოჯახის პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60,000 ან ნაკლები ქულით, მიიღებს ფორმას უსასყიდლოდ. სასკოლო ფორმების მიწოდება კომპანიის მხრიდან 2 ეტაპად განხორციელდება და მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დასრულდება. პროცესი კი სასწავლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო, მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით აღჭურვის მიზნით შექმნილი შპს საგანმანათლებლო რესურსები გაუწევს კოორდინაციას. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან სავალდებულო ხდება დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარებას. სწორედ შპს საგანმანათლებლო რესურსების ძირითადი ფუნქცია იქნება ამ სასკოლო ფორმის შეძენა და შემდგომი რეალიზაცია. ხესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბაზრის კვლევის ახალ მოდულზე გამოქვეყნებულია სასკოლო ფორმის შესყიდვისათვის ძირითადი დოკუმენტაცია. სასკოლო ფორმების პრაქტიკაში დანერგვას მიესალმებიან სკოლებში მასწავლებლებისა და დირექტორების შეფასებით ფორმები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სკოლისადმი მიკუთვნებლობის განცდას ჩამოუყალიბებს და სწავლებაზე მეტად ორიენტირებული გახდებიან. გარდა ამისა გამოირიცხება ბულინგის რისკებიც. ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელი მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმის შემოღება. სოციალური თანასწორობა განცდას უღვივებს მოსწავლეს და განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის გამორიცხული არის რისკი იმ ბულინგისა, აი ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ასევე ფსიქოლოგიურად გამიჯნავს ის სასკოლო ფორმის ტარებით სასკოლო დროს. ვფიქრობ, რომ ეს გააუმჯობესებს დისციპლინას და მოსწავლეთა შორის გააზრდის აკადემიურ მიღწევებს, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი ერთგვარად აი ამ ფორმების საშუალებით გადაერთვებიან სასწავლო რეჟიმზე, გაითავისებენ, რომ ის არის სამუშაო პროცესისთვის განკუთვნილი ფორმა, რომელიც კარნახობს ერთგვარად მათ მეტ პასუხისმგებლობასა და მზაობას სასწავლო პროცესისკენ. ფორმა ერთგვარად გუნდურობის აღქმას უწყობს ხელს და რა თქმა უნდა ბავშვები ერთი დიდი ოჯახის წევრად აღიქვამენ საკუთარ თავს, რაც სასკოლო დაწესებულებისადმი მათ სიყვარულსაც და პატივისცემასაც გაზრდის. სკოლის მოსწავლეების მშობლების თქმით, სასკოლო ფორმები ბავშვებს დისციპლინას შეაჩვევს. გარდა ამისა, გაჩნდება სოციალური თანასწორობის განცდაც, რაც დაბალი ასაკის მოსწავლეებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მე როგორც სამი შვილის დედა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით, რადგანაც ვფიქრობ, რომ ბავშვებში ეს დისციპლინის მხრივ ძალიან სასურველი იქნება, რადგანაც დილად მათ აღარ მოუწევთ, თქვათ, ფიქრი იმაზე თუ ყოველდღიურად რა ჩაიცვან, ასევე სკოლაში ეს ძალიან წაადგებათ თავის თანაკლასელებთან ურთიერთობაშიც, რადგანაც ისინი უკვე აღარ იქნებიან, თქვათ, განსხვავებულები ერთმანეთისგან რაღაც ტანსაცმლის მხრივ და ეს საკმაოდ კარგი იქნება დისციპლინის მხრივ ასევე სკოლაშიც. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით 2026-27 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს. საერთაშორისო სტანდარტების ფიტნეს, ძიუდოს, ფარიკაობის და ტანვარჯიშის დარბაზები, საცურაო აუზი, მედიათეკა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. სურამში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. საზოგადოებრივი ცენტრი 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. პროექტი ითვალისწინებს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის, როგორც სპორტულ, ისე კულტურულ შემეცნებით ინტერესებს. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებაზე მუშაობა დაწყებულია. ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. ხაშურის მუნიციპალიტეტს სულ მალე 1000 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე და მრავალფუნქციური კომპლექსი ექნება. კომპლექსის პროექტირება აქტიურ ფაზაშია. ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა, რომლის მომსახურება 4 ეტაპისაგან შედგება. მულტიფუნქციური სივრცეები, დიდი და საბავშვო აუზები, სატრენაჟერო და ფიტნესის დარბაზები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც კომპლექსი გააერთიანებს. აქტიურად ვაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და დაპროექტების პროცესს. ამჯერად საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა უკვე ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 ადამიანზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე და ვფიქრობ, რომ ეს ობიექტი საბოლოო ჯამში არამხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენ გვექნება ყველა სპორტული სახეობისათვის
შესაბამისი სივრცე გამოყოფილი, არამედ ეს იქნება მთლიანად რეგიონისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სპორტის მხარდაჭერა ეს ქართული ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტი განხორციელდა. ნაწილის მშენებლობა კი აქტიურ ფაზაშია. რამოდენიმე ხნის უკან ბატონი პრემიერი ხაშურისა და სურამის მოსახლეობას დაჰყვიდა, რომ აშენდებოდა ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი. ახლო მომავალში იწყება აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობას. ეს პროექტი არის იმ 2 მილიარდიანი პროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს თითოეულ მუნიციპალიტეტში ახალი თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას. რა თქმა უნდა, ეს მულტიფუნქციური კომპლექსი მისცემს საშუალებას როგორც ხაშურის, ასევე სურამის მოსახლეობას ჩაერთო რამოდენიმე სპორტის სახეობაში, თანამედროვე სპორტულ დარბაზში, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს როგორც სპორტის ხელმისაწვდომობას, ასევე მასობრივი სპორტის ზრდას. 1000 მაყურებელზე გათხრილ კომპლექსში სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის განკუთვნილი სივრცეები მოეწყობა. მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშისა და ფარიკაობის დარბაზები. ეს იყო კონკურსი, რომელიც მოვიგეთ ამერიკულ კომპანია გენსლერთან ერთად. დავალება იყო, რომ კომპლექსი უნდა ყოფილიყო მორგებადის სხვადასხვა ტერიტორიებზე. ამიტომ გავაკეთეთ მოდულური არქიტექტურა და კონცეფცია თავიღეთ, ვინაიდან საქართველოს არის მთაგორიანი რელიეფით, კავკასიონის ქედის სილუეტი. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ შემეცნებით საჭიროებებს. რეკლამის დროა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგებრუნდებით. რეკლამის შემდეგ პოსტივი საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს. განათლების მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებშია გივი მიქანაძემ ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და იმ ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სამინისტრო დიასპორის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ ისინი ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ემსახურებიან. დავსახეთ კონკრეტული მიზნები, რომელსაც როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთობლივ რეჟიმში განვიხილავთ და გვექნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვჩინოთ მსგავს ცენტრებს არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მათ საშუალება მიეცათ უშუალოდ პირადად მინისტრისგან მოესმინათ მიმდინარე რეფორმების შესახებ, გაეზიარებინათ მათი საჭიროებები, ესაუბრათ. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კულტურის ცენტრებისთვის, რადგან მათი მოღვაწეობა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კულტურის ტრადიციების და ისტორიის პოპულარიზაციას ამ ქვეყანაში. ვცდილობთ, რომ გავსარტყოთ ჩვენი ქართველი ამერიკელები, როგორც მოვიხსენიებთ, ქართველებად, ნამდვილად გამოგვდის, მაგრამ პატარა ბმაც საქართველოსთან და ინტერესი საქართველოსთან, რომ ჩვენ ვარსებობთ, ეს ძალიან დიდ ძალას გვაძლევს, ძალიან დიდ ენერგიას გვაძლევს და ვცდილობთ მეტი გავაკეთოთ, მეტი ქართული ჩავდოთ ამ ახალგაზრდებში და ერთიანი მუშაობით ნამდვილად გამოგვივას, რომ იქნება დაბრუნდნენ კიდეც საქართველოში. დიდი მადლობა ამისთვის, რომ ინტერესი არის. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და აგროს სასურსათო პოტენციალის ათვისება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი იტალიაში გრძელდება. დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვინითალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში. მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აუდიენციები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. დეტალებით მარიამ რატიანი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო ვიზიტით იტალიას სტუმრობს. დავით სონღულაშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, სადაც ის სერბ და იტალიელ კოლეგებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. იტალიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას ისეთ სფეროებში ენიჭება, როგორებიც მევენახეობა, მეღვინეობა, აგრობიოტექნოლოგიები, საკვების უსაფრთხოება და ხარისხის კონტროლია. დრაგან გლამოჩიჩმა კი აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი ხარისხის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით არსებობს.
იტალიის კოლეგავინისთან ქონდა შესაძლებლობა რომ გაგვეხილა ერთობლივად თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად პროდუქტიული გახდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება. სერბეთთან მიმართებით მნიშვნელოვანი არის მათ მიერ განვლილი გზა ევროინტეგრაციის პროცესში იმ სტანდარტების დაწესება, იმ სტანდარტების შექმნა, რომელიც ხელს უწყობს აგრარულ პროდუქციას ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების და შესაძლებლობას ევროპულ ბაზრებზე შესვლის. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდა გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ. მჯერა რომ ჩვენი დარგობრივი თანამშრომლობა, რომელიც მაღალ ნიშნულზეა, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორებს აქვთ ერთმანეთის გაძლიერების რესურსი, რადგანაც ბევრი საერთო გვაქვს მათ შორის ძლიერი ღვინის კულტურა. უცხოელ კოლეგებს დავით სონღულაშვილი იტალიური ღვინისა და სპირტიანი სასმელების გამოფენის ვინ იტალის ფარგლებში შეხვდა. აღნიშნულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს, რაც წარმოებისა და გაყიდვების ტენდენციების გაცნობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, იტალიელმა კოლეგამ და ვერონა ფიერეს პრეზიდენტმა უმასპინძლეს და გამოფენაზე წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერებინეს. დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა გამოფენის ფარგლებში გამართულ კონფერენციაშიც მიიღო და ქართული ღვინის როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილზე, კულტურულ ღირებულებებსა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი ადგილის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი ასევე საქართველოში ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნებას გაუსვა და აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში აღწერილი 500-ზე მეტი ვაზის ჯიში, როგორც მეცნიერული კვლევებისთვის, ისე მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის უნიკალურ რესურსს წარმოადგენს. ამ ღონისძიებაზე საუბარი იყო საქართველოს მნიშვნელობაზე, როგორც ღვინის დაბადების ადგილი და ხაზი გაესვა ქართული ღვინის მნიშვნელობას. უაივის აქ პროექტი, რომლითაც უნდა ღვინის კულტურის დამკვიდრება და დაცვა როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული ძეგლის. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორსაც შეხვდა. დავით სონღულაშვილმა და ჯონ ბარკერმა ქართული ღვინის მნიშვნელობასა და სექტორში ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრეს. დიალოგისას ჯონ ბარკერი მინისტრმა საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეზეც მოიწვია. დავით სონღულაშვილმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს საქართველოს უმასპინძლოს. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა 2027 წელს უმასპინძლოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს. ვფიქრობ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ყველასთვის საინტერესო და სასიხარულო იქნება. ასევე მადლობელი ვარ საქართველოს მხრიდან OIV-ს ერთ-ერთი პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია ღვინისა და ვაზის კულტურის გლობალური აღიარება. ვიზიტი გრძელდება დავით სონღულაშვილის სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. პრეზიდენტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა. მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა ელჩების ვიზიტს საქართველოში და მსგავსი ვიზიტების პოზიტიურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, გაეროს საქმიანობაში, საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაითმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ხაზი გაისვა ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და გატარებულ რეფორმებს. ასევე ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება გაეროს გენერალური მდივნის რეფორმის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდასა და სტრუქტურული ცვლილებების საჭიროების გაცნობიერებას. ამასთან პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როგორც ცივილიზაციათა შორის დიალოგისა და მშვიდობის პლატფორმის განსაკუთრებულ როლზე. შეხვედრაზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანიშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა ფიროსმანი გაიხსნა, ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინეთინ რუხაძემ დაათვალიერა. სამუზეუმო კოლექციების დაცვა, შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატ კონტროლის სისტემით აღიჭურვა.
გალერეის ტექნიკური აღჭურვა დასრულდა ამ ეტაპისთვის, იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რომელიც აღმოფხრილია და ეს არის ჩვენ ძირითადი თემა, რომ მოუაროთ ჩვენ საგანძურს და ჩვენ ინფრასტრუქტურას. მადლობა მინდა უთხრა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ნელი კობიაშვილს უთხრა, რომელიც ფიროსმანის დიდი მოამაგეა. კიდე ბევრი ღონისძიება იქნება წელს, რომელსაც კულტურის სამინისტრო ასევე შეუერთდება და მხარს დაუჭერს. მოხდა განახლება მთელი სისტემების, განსაკუთრებით კონდიცირების, გათბობის სისტემების, ასე რომ გალერეა არის ახლა სრულ ფორმაში, მზად არის ნებისმიერ გამოფენას უმასპინძლოს, ნებისმიერი მასშტაბის და რა თქმა უნდა დავიწყეთ ფიროსმანით, ასე რომ ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება საშუალება ნახოს ყველაზე სრულყოფილი გამოფენა, რაც შეიძლება იყოს ნიკო ფიროსმანის. ეს ხო პოზიტივის საინფორმაციო გამოშვება შვიცაძე, მოხვალამდე გემშვიდობით, ნახვამდის.